დღეს დადგა კიდევ ერთი ძალიან სამარცხვინო დღე ქართული ოცნებისთვის. ის რაც მოაწყვეს ეს პოლიციური თავდასხმა სასამართლოზე პრაქტიკულად არავის შეშვება გადატანა პატარა დარბაზში ყველაფერი ის რაც სადეს დღეს იმისთვის რომ ეს ბოლოს დამთავრებულიყო იმითი რაც ყველა მიცოდა უკვე წინასწარ რომ ზურაბ ჯაფარიძე გადაეცა წინასწარ პატიმრობაში ეს არის სამარცხვინო იმიტომ არანაირ სამართალთან კავშირი არ აქვს ეს არის სუფთა პოლიტიკური საქმე რომელიც იმისი ნიშანი არის რომ იწყება პირდაპირ პოლიტიკური თავდასხმა ლიდერებზე რაც არის მეორე მხარე ერთის მხრივ ყავს საზოგადოებრივი აქტივისტები თუ საზოგადოებრივი მოღვაწეები რომლებიც არიან დღეს ციხეში სრულიად არაფრისთვის ეხლა შემდეგი ეტაპი არის რომ ასევე შეეხოს ეს პოლიტიკური ლიდერებს ეს ყველაფერი ამისთვის იყო შექმნილი ეს გამოსაგამოძიებო კომისია არა იმისთვის რომ გამოიძიოს რაღაცა წინა რეჟიმის დანაშაულები არამედ იმისთვის რომ საშუალება გამხდარიყო რომ დაეჭირათ სწორედ ის პოლიტიკური ლიდერები რომლიც უნდათ რომ დაინახონ ციხეში სამარცხვინო არის ეს ქართული ოცნებისთვის ეს არის იმის ნიშანი კიდევ ერთი ნიშანი მათი უსუსურობის რომ აღარ იციან რეპრესიები საიდკენ და სანამდე წაიყვანონ ყველა რეჟიმი რომელიც ასეთ დღეში არის და ამ რეპრესიებს მიმართავს არის თვითონ განწირული იმისთვის რომ დასრულდეს გამძლეობა გჭირდება ნამდვილად მაგრამ უნდა ვიცოდეთ რომ განაჩენი დღეს გამოტანილი არის განაჩენილი გამოტანილი ქართულ ოცნებისთვის